საცხოვრისის და საცხოვრებლის ნაწილი ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო ტრანს თემისთვის. ერთის მხრივ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ჩვენთვის ის, რომ მაგალითად შეგვესყიდა ბინა და მეორე არის ის, რაც რა პრაქტიკაც ტრანს თემს აქვს ქირაობის, სადაც ყოველთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევა, თუმცა ახლა გამოწვევა უფრო იმ მხრივ შეიცვალა, რომ იქამდე ტრანს ადამიანები ფინანსურად მაინც ახერხებდნენ იმას, რომ მაგალითად ექირავებინათ ბინა და მიუხედავად იმისა, რომ გვჭირდებოდა მოძიება და არ ვიცი რაც 150 ბინა უნდა მოგეძიებინა იმისთვის, რომ ერთ მე პატრონე ესე თქვა, რომ მე თანახმავარ ჩემს ბინაში ტრანს ადამიანი ცხოვრობდეს, მაინც ეს ერთი ადამიანი მაინც არსებობდა. ახლა დავდექით იმ რეალობის წინაშე, სადაც წლებია ისედაც ქირის თანხები ძალიან გაზრდილი არის, ტრანს ადამიანები ვეღარ მუშაობენ, იქამდე გამოცდილებები და აი ეს გამოცდილებები გრძელდება იმისა, რომ მაგალითად რამდენიმე კომუნიტის წევრი ერთად ცდილობს, რომ რაღაცა იპოვოს და უფრო მარტივია ხოლმე ეს პრაქტიკა, თუმცა ხო, საბოლოო ჯამში პრობლემა ღვივდება იმ კუთხით, რომ ფიზიკურად აღარ შეუძლია ტრანს ადამიანებს თუნდაც ის, რომ ჭერი ჰქონდეთ თავზე, მიმართავენ იმ სერვისებს, რომლებიც ორგანიზაციებს აქვთ, თუმცა ეს სერვისებიც არის ამოწურვადი და გამორიცხულია რაღაცნაირად კლიენტ თემს ეყოს. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შემდეგ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ წავიდნენ ემიგრაციაში. ძალიან რთულია ყველანაირ უფლებას გიზღუდავენ, ჭერი თავზე არ გაქვს და რაღაც გამოსავალი უნდა იპოვო. და ეს არის ხოლმე რაღაცა ის სერვისები, რაც გვაქვს ჯერჯერობით, თუნდაც საცხოვრისი, რაღაცნაირად ერთგვარი ტრანსფერი გახდა რა, თითქოს თემისთვის, რომ სანამ ქუჩაში ვარ რაღაცნაირად სადღაც თავი შევაფარო და შემდეგ ვიმუშაო იმაზე, რომ ქვეყნიდან წავიდე. იმიტომ რომ ძირითადად ძალიან ცოტა არის ახლა ისეთი ადამიანი დარჩენილი ტრანს თემიდან, რომელსაც შესაძლებლობა აქვს რაღაცნაირად თავი ირჩინოს. და ამიტომ არის ალბათ ამხელა გადინებაც ქვეყნიდან.